საკმაოდ ისეთი სასტიკი ჭხუბი, რომელსაც, როგორც ამბობენ, იქ ვიღაცების ფიზიკური დაპირისპირებებიც მოყვა. ფიზიკური დაზიანებებიც მოყვა და სამედიცინო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. სოციალურ ქსელებში ვადევნებდი თვალყურს და ადამიანები წერდნენ, რომ აი გორის ინციდენტს იხსენებდნენ ადამიანები, როცა პოლიციამ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა მოქალაქეს და აი ესო ამ ხელისუფლების პირობებში, რაც პარლამენტში ხდებაო, გასაკვირი არ არისო. მეც რაღაც გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი მგონია ეს კადრები, რომ ერთის მხრივ საზოგადოებას სიტყვიერად გამოხატოს, თუნდაც გვარამიას მიმართ, ან რა ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ კრიტიკა აჯარიმებ 2000, 2500, 3000 ლარით და მეორე მხრივ პარლამენტში ესეთი რაღაცა ხდება და არ ვიცი ხა ამას რა მოყვება ის გახარიას პარტიის წარმომადგენელი ამბობდა რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო და ამ ვიდეოებსო მივაწვდითო შესაბამის ორგანოებს და გამოძიება უნდა დაიწყოს არ ვიცი რა მოყვება ნაკრებად მგონია რომ ამის გამო ვინმე პასუხისგებაში მიეცეს მაგრამ თვითონ ეს ფაქტი რაც ვნახეთ რა შეფასება შეიძლება ამაზე გაკეთდეს? სულიად სამარცხვინო მდგომარე, აი მართლა ეხლა ესეთი გაცვეთილი შეფასება კი არის სამარცხვინო მდგომარეობა, მაგრამ ხო გამოხატავს ბევრ რამეს, ეს ხო არ არის აი რაღაცა სადღაც ქუჩაში, ორღობეში ხდება რაღაცა, ხო? პარლამენტია. ანუ სად უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ კულტურა იქნება შესაბამისი ან განცდა იქნება იმისა რომ მოგეთხოვება მთელი სოფლიო გიყურებს კამერები სტატუსი ქვეყანა განიკარგება ხო მანდედან და პატრიარქია ესწრებოდა აი მოხსენებას ხო და ან რაღაცა გარემოა რომელშიც აი მაგალითად ახლა ძალიან დიდი კრიტიკას იმსახურებს თავისი მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგალითად ამერიკის პოლიტიკური ელიტა. დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა, მათი იდეოლოგიური შინაარსი, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია სცენა, ნაკლებად რაღაცა ვინმეს იშვიათად თუ ვინმეს უნახია რაღაცა ძალიან დიდი 10 წლეულების განმავლობაში, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტში თავპირი დაალეწეს ერთმანეთს, ხო? აი სადღაც ამერიკის სენატში. ხელჩართული ჭხუბი გაიმართა და თავპირი დაალეწეს ერთმანეთს. ეგეთი კადრები მე არ მახსენდება და ჩვენთან ხო არ შეიძლება ეს რაღაცა ყოველ 6 თვეში ერთხელ თავპირს ალეწავდნენ, იგინებოდნენ, აი სააკაშვილის პარლამენტში მახსოვს, თუმცა ამ მასშტაბის იყო თუ არა, არ ვიცი, პეტრე მამრაძე რო არა, ჩვენთან არის კაც, ჩვენთან 6 თვეში ერთხელ ხდება. ჩვენთან 6 თვეში ერთხელ ხდება სამარცხვინო თავპირის ლეწვები. რაღაცა ნადირები მიკროფონი გადაარტყა ვიღაცა საქონლებივით ხო შეიძლება იქცეოდნენ პარლამენტარები და ვიღაცა თulides ან აი როგორი რაღაცა იცი აი კაი მესმის რომ მეორე მხარე ვისაც შეუტიეს გამოვიდა და ვიღაცა მიკადრა რაღაცა გაუგონარი უკადრებელა შეაგინა ვიღაცას რაღაცა გაუგონარი სიტყვები დაუშვათ მაგრამ შეიძლება რაღაცა სიტყვით გამომდის ვიღაცა ну რაღაც ახლა მიუღებელ სიტყვისა საშენს ხო არის ტყისა რა შენ მოწინააღმდეგეა და ну ახლა რაც მოგვისმინეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ну რაღაც კრიტიკული ოღონდ გამოსვლა იყო გინება არ დაუწყია იმას და რაღაცა ქვების როლა არ დაუწყი კრიტიკულად აბა როგორ შეგაფასებს აბა ხო არ მოგეფერება არა შენ კი ხო არ იქნება და რა ხდება მართლა ცხოველებით, ველურებით არის დაკომპლექტებული ეს პარლამენტი. მართლა ხო შეიძლება მაგდენად ვერ აკონტროლებდე თავს, რომ ბოლო-ბოლო პატრიარქიზის, ხო? და პატრიარქი ესწრება. და ეხა რამდენად საერთოდ ამნაირ პარლამენტს, ამნაირი ვიღაცა ნადირებივით ქცევას რო ვერ აკონტროლებენ, ხო? და რაღაც უბრალოდ ელემენტარული ვიღაცა გოპნიკების მენტალიტეტით დაკომპლექტებული ვიღაცა ნახევრად მოძალადე თუ ნახევრად მოკრიმინალო, უტვინო ჩლუნგობის, უზრდელობის, გაუთლელობის. ხო არ შეიძლება ამ ყველაფრის რაღაც კომბინაციით იხეთქებდეს ხოლმე ყოველ 6 თვეში ერთხელ რაღაც სამარცხვინო სცენები. ეხლა იქ ნახე კიდე სცენა იყო ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო და რაღაც მადლიერია მთელი საქართველოს ტალახაძის შედეგების
გამო, ხო? ლეგენდარული სპორტსმენია. მაგრამ ხა ბიჭო უზარმაზარი ძალის, უზარმაზარი ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანი ხარ. 100 კაცი აქეთა ხართ და იქით ისინი არიან, რამდენი წევრი ყავთ ახლა იმ გახარიებ 8 კაცი ალბათ. 12, მე მგონი 90-ზე მეტი არის, ესენი არიან 12, ისინი 90-ზე. ხო, ხა რა არ დგება საკითხი ისე რომ მაინც და მაინც ახლა ყველა ძლიერ წამოხტეს და საჩხუბრად გავარდეს ისე ვერ ერეოდენ. რა საჭიროა ახლა ხო შეიძლება აი ყველანაირი რეპუტაციის ბოლომდე დასამარება, ხო? თან ნახე, ახლა მე უყურებდი ყველაზე ესეთი მდაბიო მეთოდები, სახელმწიფო მედია იმას არ ყვევდა, აი როგორ ათეთრებს ხელისუფლებას, პირველი ვინ დაიწყო. და მოკრე კადრებს დებდა აი 2-3 წამიანზე. იმედი რომ აი პირველი ფარულავა თუ არ მახსოვს, აი ამან დაიწყო პირველიო და არც არ იკვეთება იქაც პირველი დაიწყო თუ არა. აი ნახე როგორ რაღაცა, აი არ ვიცი. აი მთელი ჯოგი მირბის აქედან და იქიდან და ერთმანეთს ეჩხუბება, ხო ახლა ის კი არ არის აი ვიღაცა დაუშვა პარლამენტში ხარ. დაუშვათ ერთმა დეპუტატმა მეორე მოუქნია ხელი. ხო პირველი ინსტინქტი ეგ არის კულტურის ინტელექტის საგანი. პირველი ინსტინქტი ხო ისაა რომ გააშველოთ ერთი სირცხვილია რასაკეთებს და გააშველო, ხო? ეგ კი არ არის ინსტინქტი, ჯოგივით მირბიან, ხო და უტვინობის დემონსტრაცია ხდება ახლა, რასაც ჩვენ უყურებთ, აი უბრალოდ უტვინობაა. და ეს უტვინობა რამე ცალკეული შემთხვევა კი არ არის, ეს არის განგრძობითი, ესენი ესე ცხოვრობენ. ესე მუშაობენ, ესეთი ინტელექტის ხალხია, სამწუხაროდ. და ესეთი ინტელექტის ხალხმა იფიქრა და ვერაფერი ვერ მოიფიქრა გარდა იმისა, რომ აი დედის გინების და მუშტების ქნევის რაღაცა სტაბილური დემონსტრაციას რო ახდენ ხოლმე პარლამენტში. მასეთმა ხალხმა იფიქრა და უკეთეს ვერაფერი ვერ მოიფიქრა, მოდი ინტერნეტში შეურაცხყოფაზე დავაწესოთ აკრძალვა, შევქმნათ აზრის პოლიცია და ამაზე ვდევნოთ ხალხიო და ვიღაცები მასაკეთებდნენ რაღაც კომენტარებს, რომ ხო გინება ხო ისედაც არ შეიძლება, ეგონება აი ამათ უკვით გინება რა, პარლამენტში ვერ ითმენენ, მაგრამ გინება ხო არ შეიძლება, მოდი ამაზე რაღაცა დავაწესოთ შეზღუდვები და კომიკური ფაქტი დაიდო ამ დღეებში, ერთ-ერთ ადამიანს მიუვიდა შეტყობინება პოლიციისგან, რომ ბიძინა ივანიშვილის დაწყევლის გამო მას ბრალი წაუყენეს, რომ აი დაწყევლა და მე ის პოსტი იდო, გესმის? აი ეს პოსტი წავიკითხე, პოსტში იყო მართლა ნუ იწყევლებოდა რა, რაღაცა ოჯახის მიმართ იყო წყევლა. ანუ გინება რაღაცა რაღაცა ლანძღვა არა, წყევლა იყო. შეურაცხყოფა კი არა, უბრალოდ წყევლა. ხო და პოლიცია რითია დაკავებული, ხო წარმოგიდგენია? ჩვეულ პრობლემა მდგომარეობს მაგაში. გვმართავენ უტვინო, გამოშტერებული, ამორალური ხალხი, რომელსაც იმისი პრინციპებიც კი არ აქვს, რომ აი პარლამენტში უბრალოდ სამარცხვინო არ გახადო მთელი ქვეყანა. ეს კადრები კაცო აქ კი არ გაჩერდება. ეს კადრები დადის მერე უცხოურ მედიებში და ვიღაცები იღებენ და რაღაცა აკომენტარებენ, რომ აი რაღაცა ბაბუინები ვით, ამათ რა თუნდაც პარლამენტი მართლა დასვი და რაღაცა უთხარი, რაღაცა წკეპლა უნდათ და რა სჭირდება. ეგეთი კომენტარებია. და ეგ რო იყოს რაღაცა ამოვარდნილი 30 წელიწადში ერთხელ მოხდა რაღაცა კიდე ხდება. ეგ რო იყოს იმის პასუხად, რომ ვიღაცა მიკადრა უკადრებელი და ეს რა გაიგონა ჩემაყურება, ეგ კიდე ხდება. მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს? ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც აი უბრალო კრიტიკაზე ისე რეაგირებს, რომ თავპირის ლეწვას არ ერიდება. უბრალო კრიტიკაზე ისე იმდენად არ ერიდება თავპირის ლეწვას, რომ პირდაპირ პარლამენტში არ eriდება. წარმოიდგინე, იქით რა იქნება მართლა, სადაც კამერები არ არის, სადაც დაუშვათ მარტო პოლიცია, სადაც მარტო მათი ძალა და ვერაფერი ვერ გააჩერებს, ვერაფერი ვერ დაინახავს. მანდ რა ხდება, ხო წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ მანდ ვერ ითმენენ. ეგ არის დიდი პრობლემა. ამიტომ რა თქმა უნდა ის აზრი, ლოგიკური აზრია, რომ აი გორის ინციდენტი გასაგებია, როცა ასეთი სტანდარტების ხალხით არის დაკომპლექტებული მთავრობა, იმიტომ რომ რავი ახლა მაგის მოთმენას რა უნდა? ხარ ადგილზე, სადაც ერთმანეთს უნდა აჯობო პოლემიკით. ერთმანეთს უნდა აჯობო არგუმენტებით. და თუ უპირატესობა გაქვს არგუმენტებში, შეკაი ადამიანი 90 დეპუტატი აქეთა ხართ. იქი თუ 10-ია, მეტი პარლამენტში არავინ არ არის.
რაოდენობით მაინც თუ არგუმენტებით დიდი უპირატესობას ვერ გნობ, რაოდენობით მაინც უფრო მეტი სიტყვა ხო უნდა თქვა და მაგით იმოუგო, არა და პრობლემა მაგაში მდგომარეობს, რომ იმდენად უინტელექტო და თან აგრესიული, უკულტურო და ძალადობრივი მენტალიტეტის ხალხით არის დაკომპლექტებული ახლა როგორც ჩანს მთავრობა, რომ მანდ ვერ ითმენენ და მანდ რასაც ვერ ითმენენ, ეგ ავტომატურად მაგას ნიშნავს, რომ იმის იქით ბევრად მეც ვერ ითმენენ, სადაც არ არის კამერები. და მაგის ახლა მაგაზე მიდის, ეგ ხო პატარა ქვეყანაა, ყველა ლაპარაკობს, ხო ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ მაგალითად პოლიციის ქცევა ბოლო პერიოდში გახდა განსაკუთრებულად უხეში. პოლიციელების ლაპარაკი დამოკიდებულება რომ აჩერებენ, როგორ ექცევიან, ეს გახდა განსაკუთრებულად უხეში. და ეგ ტენდენცია ბუნებრივად ესე ამოხეთქავს ხოლმე და მე ვლინდება იმ ფაქტებში, რომელიც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გამოვლინდა, ხო და იქ ახლა ის მაგალითად ის პოლიციის შენობაში ცემატყების კადრები რო დაიდო, ხო, წება კადრების, ახლა ხო გასაგები იყო, რომ რაღაცა შენობაში, უკანა ოთახში ვიღაცებს თავის ალეწავენ, დანარჩენ პოლიციას არ ესმის, ეგეთი რაღაცა არ ხდება, ხო? დანარჩენ პოლიციის განყოფილებასაც შეუძლებელია მშვენივრად არცოდნო და იქ რა ხდებოდა და ეგ რანაირადაც მანდ იქცეოდნენ, ეგ არის, იქცეოდნენ ისე როგორც არის რაღაცა სტანდარტი. და მაგ სტანდარტიც იქ რო თქვეს, რომ იქ რაღაცა ეს პოლიციელები დაიჭირესო, მას შემდეგ რაც გაჟონა ამ ვიდეოებმა, რაც გაიგეს რომ გაჟონა ვიდეო, მაგის მერე დაუჭერით ეს პოლიციელები და ის ადამიანს მიუყოლებია თან, რომელიც ეს ვიდეოები თუნდაც გამოიტანა. ამიტომ სინამდვილეში ახლა ჩვენ რასაც რისი მომსწრენიც ვართ იგივე პოლიციელების თემასთან დაკავშირებით, არის რაღაცები ჟონავს იმდენად გაჯერდა, აი ძალადობებით, რომ ამ ძალადობების გამოვლინებები სისტემიდან ხან ჟონავს ქვედა რგოლების შესრულებით, ხან პირდაპირ პარლამენტში ჟონავს. იმიტომ რომ ამათი არც ემოციური მდგომარეობა არ არის წყობში. და ამათი ბოლო, აი დგას 2-3 წლის განმავლობაში ამათი შესაძლებლობები დაასტაბილურონ ვითარება იმდენად შეიკვეცა, რომ ძალის გარდა ხშირ შემთხვევაში მექანიზმები აღარ დარჩათ. და ძალის გარდა იმდენად მექანიზმები და არგუმენტები შემოეცვალათ, რომ ნუ აი რაღაც ეტაპზე პარლამენტშიც კი ძალის გარდა სხვა მექანიზმებს ვეღარ პოულობენ და მანდაც კი გამოვლენა ხდება ხოლმე ამ ფორმის.